თინეიჯერი გადაარჩინა კატა, რომელიც მიკროავტობუსიდან გადააგდეს დატვირთულ ხიდზე. პიკის საათში მოხდა ის, რაც ტრაგედიით შეიძლებოდა დამთავრებულიყო. მიკროავტობუსის ფანჯრიდან ვინმე პატარა კნუტი გადააგდო. მისი სუსტი სხეული ასფალტს დაარტყა და სასოწარკვეთილად ეკიდა ბრჭყალებით, ნელ-ნელა ხიდის კიდისკენ სრიალებდა. გევინს, თინეიჯერ ბიჭს, მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა რეაგირებისთვის. ის დედასთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც დაინახა ცოცხალი არსება, რომელიც სიცოცხლეს ებღაუჭებოდა. დედამ შიშით მხოლოდ წამოიყვირა, მაგრამ გევინი არ დაბნეულა, მაშინვე მანქანიდან გადავიდა. მან ხელი ასწია და მოძრაობის საპირისპიროდ გავარდა. მძღოლებმა, რომლებიც მიხვდნენ რა ხდებოდა, მუხროჭს დააჭირეს. გევინი გზაზე გაიქცა და დაინახა, კნუტი ძლივს ეკიდებოდა, ბრჭყალები ასფალტს ხეხავდა, მისი პატარა სხეული კი კანკალებდა. კიდევ ერთი წამი და ის უკვე გადაჩეხდებოდა. ბიჭმა კნუტი ხელში აიტაცა და გულზე მიიხუტა. შეშინებულმა ცხოველმა მაშინვე თავი მის მკლავებში ჩარგო, თითქოს გრძნობდა, უკვე უსაფრთხოდ იყო. ფურგონის მძღოლი გაქრა, მაგრამ პოლიციამ უკვე დაიწყო მისი ძებნა. მოგვიანებით გევინმა ჟურნალისტებს უთხრა, არაფერზე ვფიქრობდი. ერთი აზრი მქონდა, დროზე მივსულიყავი და გადამერჩინა. ვეტერინარებმა კნუტი შეამოწმეს, სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდათ, მხოლოდ ბრჭყალები ჰქონდა და ხეული და ხერხემალი ოდნავ დამტკიოდა. როდესაც ოჯახი მომსახურების საფასურს იხდიდა, გევინის ერთ-ერთმა მეგობარმა თავად მოითხოვა ხარჯის დაფარვა, როგორც მისი სიმამაცით შთაგონებულმა ჟესტი. გევინის დედამ, ერინ ბრაუნმა სიამაყით თქვა, მიხარია, რომ ჩემს შვილს ასეთი კეთილი გული აქვს. ეს დღე ყველასთვის ნათელი გახდა, იმ დღიდან კნუტი გევინს გვერდიდან აღარ შორდება. ოჯახმა გადაწყვიტა მისი დატოვება და დაარქვეს ბედნიერი სახელი, რომელიც სრულად გამოხატავს იმ სასწაულს, რომელმაც მეორე სიცოცხლე აჩუქა.